რა რისკებს წარმოქმნის საყოველთაო ჯანდაცვისთვის ლარის ვარდნა და როგორ აპირებს მთავრობა მათთან გამკლავებას, ახლა ზაზა სოფრომაძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გვეტყვის, თუმცა მანამდე თავად რისკის საილუსტრაციოდ შევხედოთ საქსტატის ბოლო მონაცემებს, რომელთა თანახმად შეგვიძლია გრაფიკულადაც დავინახოთ, ბოლო 1 წელიწადში ჯანდაცვა 6.9%-ით არის გაძვირებული, ხოლო მათ შორის ყველაზე მეტად 11%-ით სწორედ სამედიცინო მასალების ფასებია გაზრდილი. ბატონი ზაზა შემოგვიერთდება ახლა ამ თემაზე საუბარში, მოგესალმებით ბატონ ზაზა. პრინციპში სანამ ამ თემას მოვიწავდით, თუ უყურებთ სიუჟეტს და გსურთ რამე კომენტარის გაკეთება იმაზე, რომ რატო ვერ მუშაობს სათანადოდ ის პროგრამები, რომელიც ამ თითოეულ ადამიანებზე, განსაკუთრებით ბავშვებზეა გამიზნული, რომელთაც აი ესეთი იშვიათი დაავადებები აქვთ, გისმენთ თუ არა და ამ თემაზე გადავიდეთ. მოგესალმებით ბატონო კაკო, ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ეს პროგრამები არ მუშაობს და სწორედ ამ პროგრამების ეფექტური მუშაობის შედეგია ის, რომ ეს ბავშვი დღემდე ცოცხალია და დღემდე იღებს ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას. ბუნებრივია, რაღაც გარკვეული ხარვეზები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ამისათვის არსებობს სწორედ ის რეფერალური კომისია, რომელიც ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ახსენა და არ არსებობს არც ერთი შემთხვევა, როდესაც საჭიროების დროს განსაკუთრებით ბავშვების დახმარება, როდესაც არის საჭირო, ამ კომისიას უარი ეთქვას მშობლისთვის. მე იმედი მაქვს, რომ ამ სიუჟეტის მერე მაინც მოიკითხავთ კიდე დამატებით, რომ აი რა შეიძლება გაკეთდეს ამ ბავშვისთვის. დაუბრუნდეთ ახლა იმას, რომ ლარი ეცემა, თუ კი აქამდე გაზაფხულიდან აპირებთ, რომ წამლები შეიყვანოთ მესამე ეტაპის ტალღის, ასე ვთქვათ, ფარგლებში საყოველთაო ჯანდაცვაში ჯერჯერობით არ არის, შესაბამისად თქვენც აღიარეთ, რომ წამლების ნაწილი გაძვირდა, თუმცა თუ კი აქამდე ეს პროგრამაზე და ბიუჯეტზე არ აისახებოდა, თვისად არ აწვებოდა, მაგრამ გაძვირდა მასალები, რომელიც აძვირებს სერვისებს. ამას აღიარებს ყველა კლინიკა, ჩვენ მათ ვესაუბრეთ, დაახლოებით ახლა 10%-იანი დეფიციტი გვაქვსო, მაგრამ ბუნებრივია არ უნდა თქვენი გაღიზიანება, ამიტომ ცდილობენ რომ არ ისაუბრონ, სანამ შეუძლიათ ამ თემაზე, მაგრამ ფაქტია, რომ თუ გაგრძელდა ეს კურსი, რაც გვაქვს, მივა საქმე იქამდე, რომ ისინი ხმას ამოიღებენ და თქვენ მზად ხართ თუ არა აი ასეთი სცენარისთვის და მზად ხართ თუ არა იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაიძვიროთ, ასე რომ ვთქვათ, პროგრამა. იმის გამო, რომ აი სერვისები გაძვირდება. ესე იგი ძალიან ხშირად მესმის თქვენ თავზე არ მიიღოთ ჩვენი ოპონენტებისაგან ძალიან ხშირად მესმის ის რომ აი ისინი ხმას ამოიღებენ, აი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ჩამოიშლება, აი ასე მოხდება, ისე მოხდება და სულ მომავალში არის საუბარი. ჯერჯერობით არაფერი ამის მსგავსი არ ხდება და სხვათა შორის გამოსულმა ერთ-ერთმა მთავარმა ექიმაც ეს დაადასტურა, რომ იგივე ფასებში ემსახურება მოსახლეობას, რაც განსაზღვრული არის ამ ტარიფებით. ელემენტარული მენეჯმენტის საკითხია. ეს ტარიფი შედგება ხარჯი, საერთოდ შემთხვევის ხარჯი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან, პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯისაგან. და ნებისმიერმა კარგმა მენეჯერმა უნდა იცოდეს თუ როგორ არეგულიროს ეს ხარჯები. თუ გაიზარდა რაღაც მომენტში დროის გარკვეულ მონაკვეთში რაღაც ნაწილი ამ პირდაპირი ხარჯის, შესაბამისად არსებობს გარკვეული რესურსი იმისა, რომ შემცირდეს არაპირდაპირი ხარჯი. კიდევ ვიმეორებ დროის გარკვეულ მონაკვეთში და ასე დაარეგულირდეს. შემცირდეს ხელფასებზე, არა, ხელფასებზე არა საუბარი, რატო ხელფასებზე? შემციროს მაგალითად მოგების პროცენტული მაჩვენებელი და ასე შემდეგ. ერთ რაღაცასაც გეტყვით, უბრალოდ არსებობს უამრავი კლინიკა, მე პირდაპირ შემიძლია დაგისახელოთ, რომელსაც კარგი მენეჯერი ყავს და მსგავსი პრობლემები ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც არ აწუხებს და არც უახლოეს მომავალში მსგავსი ვთქვათ პრობლემები არ შეექმნება. ეს არის ვიმეორებ შიგა მენეჯმენტის საკითხები და ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ აი სწორად გამიგეთ, აი ეს სოკოები და არ გამრავლდებოდნენ ის კლინიკები და ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებსაც უნდათ საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართვა და მივიტოვიან ამისაკენ. ხო, იმიტომ ეს არის უზრუნველყოფილი გარანტირებული შემოსავალი და ბუნებრივია არ შეიძლება რომ აქეთკენ არ მივტოვდე ამ არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაში, მაგრამ ალბათ იცით ახლა თუ მე ჩემი თქმა არ გჭირდებათ რომ ლარი დაეცა უკვე 20%-ზე მეტად. შესაბამისად, ახლა რა ვიცი, რა ხელა მოგება აქვს ჩადებული ამ სერვისში, მაგრამ ადრე თუ გვიან გადაყლაპავს ხო ამ მოგებას. ახლა შეიძლება ზოგს მეტი აქვს შეძენილი წინასწარ ძველი ფასები და ამით იკავებს, მაგრამ ანუ არ ფიქრობთ ესეთ სცენარს, რომ შეიძლება მივიდეს საქმე იქამდე, რომ მოგიწიოთ გადახედვა სერვისის ფასების. ბატონო გაგო, მუდმივად გვესმის, ესე იგი ორი ურთიერთგამომრიცხავი რა. ერთი, ესე იგი ოპონენტები გვიკიშინებენ იმაზე, რომ ესე იგი ძალიან ბევრი ხარჯები გაიწევა ამ მიმართულებით და ხარჯების ზრდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეორე მხრივ საუბარია იმაზე, რომ ესე იგი იზრდება ფასები და აი უნდა ავყვეთ ამას და ასე შემდეგ და ასე. ეხლა ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი რა არის? ჯერჯერობით მსგავსი პრობლემები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არ არსებობს. კიდევ ვიმეორებ.
ჩვენ და გაიჟღერა იმანაც რომ თითქოს 3 მილიარდი იხარჯება საყოველთაო ეს ასე არ გახლავთ სულ რაღაც ვამბობ 3 მილიარდთან შედარებით 457 მილიონი არის საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი და ეს გრძელდება უკვე მეორე წელია არანაირი დამატებითი ხარჯების გაწევა ამ ხრივ ჯერჯერობით არ ხდება თუ საჭიროა შეიძლება ეს ხარჯები შემცირდეს კიდეც თუ საჭიროა მოიმატოს კიდეც ესეც გახლავთ ეს ვთქვათ სახელმწიფოს გადასაწყვეტი გარკვეული სიტუაციიდან გამომდინარე დევი ხეჩინაშვილი მიიჩნევთ რომ ოპოზიციონერია თქვენი თუ მიიჩნევთ რომ უბრალოდ კარგი ცოდნია სიტუაციის დებაზე ბატონი დევი გახლავთ ექსპერტი რომელიც ძალიან კარგი ყურადღებას თქვენი ოპოზიციონერი არ არის ერთი რამ მინდა უბრალოდ თქვა ექსპერტებიც ხდებიან გარკვეულ მომენტებში აი სულ რაღაც ცოტა ხნის წინ ბატონი დევი ამბობდა რომ კატასტროფულად შემცირდა კერძო სექტორში დასავლთა რიცხვი აღმოჩნდა რომ არაფერი მსგავს ადგილი არ აქვს პირიქით გაიზარდა ბოლო თვეების განმავლობაში ამ სექტორში დასავლთა რიცხვი სულ იყო იმაზე საუბარი ბატონი დევის არ გულისხმობ ბუნებრივია ამ შემთხვევაში რომ აი საყოველთაო ჯანდაცვა ვერ წდება ამ ხარჯებს და მოხდება კოლაფსი და დაწესებულებები უარს იტყვიან ამ პროგრამაში მონაწილეობაზე არაფერი ამის მსგავსი არ ხდება კიდევ მეორე და ჩვენი მთავარი ამოცანა რა არის აი ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იმისკენ კი არ არის მიმართული რომ კერძო კლინიკის მფლობელი უკაცრავად ამ სიტყვაში გამდიდრდეს ან რაც შეიძლება ბევრი შემოსავალი იყოს პაციენტს არ მოაკლდეს მიმართულია იმისაკენ რომ ჩვენ მოსახლეობას რომელიც სოციალურად შეჭირებულია და ჩვენ და სამწუხაროდ ასეთი მემკვიდრეობა მივიღეთ მიეწოდოს ხარისხიანი და ეფექტური სამედიცინო მოსახლეობა და საქმეც მაგაშია რომ თუ კლინიკას აქვს ფიქსირებული ზღვარი თქვენგან ხელშეკრულებით ფასი და ეს ფასში ვეღარ ეტევა იძულებული იქნება რომ 1 მეტრო ბინტი კი აღარ მოახმაროს რაც სჭირდება არამედ 9 მეტრი ბინტი და ასე შემდეგ და აი ამაზეა საუბარი ეს რომ არ მოხდეს ეს ფიქსირებული ტარიფი ჰაერიდან კი არ მოსულა ეს ფიქსირებული ტარიფი არის იმ გამოცდილებიდან გამომდინარე რაც დაუბრუნდა ჯანდაცვის სისტემას რომელიც გამოდობაში ერთი წლის წინ დიახ და ჯერჯერობით ეს გახლავთ სწორი გათვლები და არანაირი პრობლემა ამ ხრივ არ არსებობს. უფრო მეტიც მე გეტყვით რომ გარკვეული კორექტირება შედიოდა ახლოს წარსულის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და შევაკიდეთ. სწორედ შევა ისეთი კორექტირები რომელიც საშუალებას მოგცემს საბიუჯეტო სახსრები გამოვიყენოთ კიდევ უფრო ეფექტურად და რაციონალურად. ამას ყველა უნდა შეეგუოს ამ ხრივ. არ ამგონია რა იმის იგი გაუგებრობა არსებობდეს სამედიცინო დაწესებულებებსა და სახელმწიფო შორის. მშვიდად ხარ კოსმოსში მშვიდად უყურებთ ჯერჯერობით აი ამ პროცესს ეხება ლარის გამო თქვა სერვისების გაძვირებას კიდევ მეორე ჯერჯერობით პროგრამას ამ ხრივ პრობლემები არ აქვს თუ რამე კორექტირება იქნება საჭირო ბუნებრივია ამას ხელისუფლება მიიღებს ამ გადაწყვეტილებას ბრძენი ხალხი ამოსვა ემზადე უარესისთვის და კარგი თავისით მოხდება კეთილი დიდი მადლობა რეკლამის შემდეგ